Თქვენ იმყოფებით ქოზიფის მამათა მონასტრის საძვალეში. აქ ბერული ცხოვრება იყო მე-6 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე. აქ არიან მოღვაწე ბერები. ზოგს თავის ქალა აქვს ჯვრის სახით გაყოფილი, აი ნახეთ. ესენი ღვთლები იყვნენ სიცოცხლეში და ღვთლის ზემოთ ხარისხში. ზოგს მოწამეურიათ ეთყობა აღსრულების ნიშნები, დაზიანებები აქვს თავის ქალაზე. არის პატარა თავის ქალები ბავშვებისა, საოცარია, მაგრამ შეიძლება ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდნენ და ნაადრევ ასაკში გარდაიცვალნენ, შეიძლება ღვთლის შემოსევის დროს ერთად იყვნენ და ერთად შეაწყვიტეს თავი. შეიძლება აქედან ჩამოდიოდნენ ხისკიბით. წმინდა გიორგის ტაძრის ქვემოთავარ ჩვენ ეხლა ზუსტად. როცა წმინდა გიორგის ტაძარი აღმოაჩინეს და გასუფთავება გაწმენდა დაიწყეს, ერთ-ერთ მუშას ჩაუვარდა შრომის იარაღი. ჩამოყრნენ და ნახეს ამხელა საძვალე. აქ კიდევ პატარა იყო შედარებით და მიწა გაიტანეს როგორც ვიცი, გაადიდეს და ტაძარიც იკურთხა. ლაზარის კუდრეთით აღდგენების სახელობის ტაძარი არის. წირვა-ლოცა აღესრულება ხოლმე, თვეში ერთხელ ვწირავთ, ყოველ შაბათს პანაშვიდს ვიხდით. ეს გვირაბი გაუკეთეს 2005 წლიდან და იმის მერე ფუნქციონირებს. საოცარი აღწირვა, მსახურება გვიყვარს ხოლმე ამ გარემოში, ძირითადად მიცვალებულთან მსახურება ტარდება ხოლმე. ეს არის ჩვენი საძვალე.